სამშვიდობის ცოტა დაღლილი და უხასიათოდ მოვედი, მაგრამ მაინც მოვედი, იმიტომ რომ იმდენი დღე ვაპირებ რომ მოვედი და ისეთი დაალაგებული ტექსტები მქონდა რა უნდა მელაპარაკა და რომელ თემაზე, მაგრამ საერთოდ არაფერი არ მახსოვს. როგორ ახართ, როგორ უძლებთ ამ სიცხე სიცივეს, უკვე ის რომ დილის 6 საათზე ღამეა. აღარ მინდა ეს სიცხე. ისე ასე დავდივარ. დღე კარგად ვარ. დილის აღამოს ვიყინები. ეს ვიყავი წეროვანში. ხოდა რაღაცა ბუნება მომხიბლა. ყავა გავიკეთეთ. Раскор. Через раскор, да, срочно бебиачкор. ხოდა ძალიან მომინდა რომ გადამეხვია სადმე არ ყოფილიყავი მოსათრევი სახში, მაგრამ მე გამახსენდა რომ შვილი მელოდება და საჭმელი მაგ გასაკეთებელი და სარეცხი უკვე გაირეცხებოდა და ყველაფერი ერთად გამახსენდა და გადავწყვიტე რომ ის სახში მოუთრეულიყავი და თან გადამეხვია აუცილებლად სადღაც უნდა შეხვიდე, აუცილებლად რამე უნდა მიირთვა მთელი დღე საქმეზე ვიყავი გავარდნილი და კარგია რომ ადოვდა თორე ჩემთან ერთად შიშინებდა. ერთმა გოგონამ დაგვიწერა, არ ვიცი გოგონა თუ საპატივსაცემო ქალბატონი, ვერ გეტყვით, აქედან არ ჩანს, რომ ისო მე ისე უბრალოდ შემოვედიო და მაგრამ რაში მაინტერესებსო სხვის ცხოვრებაო, ტრალი-ვალიო. რა ვიცი მე აბაუქრო, რა გითხრა მაგაზე. ან შერას დაბოდიალობა, ან მე, რას გაუგება მცხოვრებას. ჩემ ცხოვრებას მე შენ ვერ ნახავ აქ. შანსნოლია. შეუძლებელია რომ მთელი ჩემი ცხოვრება ვაჩვენო, აბა ჩემს რა დავიტოვა, ასე შიშვლად ვიარო. ეხალათი დაგვიჭერს. ხო და დარჩენილი ხარ, რასაც მე ვბჟუტურებ, შენთვის თუ არ არის საინტერესო. ვიძენ გენცველი. ნებისმიერ გადაცემაში, ნებისმიერ ამბავში, ნებისმიერ პოდკასტში, ნებისმიერ ამაში, თუნდაც მოამბეშიც ვიღაცის ცხოვრებაზე მინის ლაპარაკი. და ხა შენ ახალი ველოსიპედი მოიგონე, რომ სხვის ცხოვრება არ გაინტერესებს, ვითომ, აბა რა გინდა. ხო. იხდება სახეზეც და ისეც. მოკლედ მარინაში წავედი იმ დღეს მინდოდა რომ რაიმე მეყიდა რო აცივდება, არ მაქვს არაფერი, არ მოვხდი. ხო. ნიკორაში არის ფასდათმობით 14 ლარად 24-დან საწყისი არ ვიცი, რაღაც შეიძლება 14 ვეღარ და ასე აწერენ ხოლმე და გვატყუებენ და მარკეტინგის მსხვერპლი ხდები. ხო და დევერეკი ამ ჩემ შოპ მარინაში ჩავიდეთ კიცინა 100 ლარი, უნდა გამოვიშმოტკო მეთქი, ნამდვილად 100 ლარად ერთი ხელი და პლუს ნახევარი, ხელნახევარი გექნებათ. ისეთი ფასებია და ისეთი კარგი რაღაცებია. ხო და რა ვქენი? ფარდები ვიყიდა, რომ დავინახე ეს ფარდები გაჩვენებთ. ისეთ ფასად ვიყიდეთ, ჰა. აი სადაც მიგატრიალოთ. გითხართ რომ არ გალოდინოთ. ჯვალა გოგოება, ნახეთ. ანუ მე შოკი ბუნებრივი სუნთქამს ულამაზესია არ ვიცი კადრში შეიძლება კიდე ვერ აღიქვათ აი კარგად ჩვენ სამივე ჩეციკციკები ეხლა ეს ფარდები რო შემომესყიდა იქ იყო ძალიან ლამაზი ვილურის ვილვეტს ქვია ვილური თუ არ ვცდები რა სიტყვებს ვიგონებ რა ვიცი ვილვეტის რაც ვიცით ის თქვათ მაგრამ მე მგონი ეგრეც ქვია ძალიან სქელი ვილვეტის ღია ცისფერი ჯინსისფერი კომბინეზონი დაახლოებით 20 ჯერ ავიღე ხელში ფარდები არა ერთხელ ავიღე და აღარ გავუშვი ამ ფარდებში თითოში მივეცი 10 ლარი გოგოებო მომწონს ძალიან მე არ ვიცი თქვენ როგორ დამოკიდებულება გაქვთ ბუნებრივ ნაჭრებთან, მაგრამ გიშტები. 20 ჯერ მაინც ავიღე ხელში და დავდე, იმიტომ რომ ღერდა 40 ლარი და ვიფიქრე რომ
ამ ეტაპზე რახან შვებულებაში ვარ და სახლში ვარ, ზედმეტი ხარჯი იქნებოდა ის ჩემთვის. აბა ნორმალური ვარ? დღეს ნანობ, მაგრამ ვიღა დამახვედრებდა. ასე გამოვიშმორყე ფარდებით. მე ხო იცით რა მოყვა ამ ფარდებს? ეხ ფანჯრებს თუ არ გახეხავ. შიგნიდან გარედან მე არ ვწმენ და არასდროს მხოლოდ შუშებს, ანუ ჩარჩოების ხეხვა არის ჩემი სიყვარული, აი, კარგი ქაფებით და კარგი დომესტოსებით უნდა ბზინავდეს, ქათქათებდეს. ხო და მივყევი ხეხვას. თან ვრეცხე ფარდები. თან კიდე. მე აქ რაც მეტი და გადავიტანე ჩემს ოთახში. მე აღმოჩნდა რომ ჩემ შვილს არ აქვს თბილი გადასაფარებელი. მინდოდა ისეთი საბანი, რომელიც იქნებოდა თან გადასაფარებელი, არ დაჭირდებოდა ჩეხოლი და მოუხდებოდა ჩემს ეცუდავ ინტერიერს. ხო და ამით გაჩვენთ როგორ ვიყიდე. მოპატიეთ. ის ახალი რაღაცები დავალაგე. სახეზე ვისვამ ახალ შრატს. აწერია რომ არის გამონაყრის და მე მგონი რაც იმას ვხმარო უარესად დამაყარა. პირიქით არის მე მგონი აყრის. ნახეთ როგორია. უკლესავეთ. მე შოკი. ნაჭერ და ლენორში გავრეცხე და კარგი შოქი. მეცადეთ. ოთახში ამ ფერი. კედელია. ეს არის ღია ვარდისფერი, ახლა თქვენ ვერ დაინახავთ. მოკლედ ავიღე ასეთი გადასაფარებელი. ანუ ეს ვარდისფერი, თითის ადამაკ ვარდისფერია და ყველაფერი ასე თუ ისე ჭახსაც, ძალიან ლამაზი ჭაღი მაქვს აქ. ძალიან უხდება. ეს იმეცადინა ნიკლიუსამ და გავარდა. ხო და რაც შეეხება ეს ჩემი ხალათი გდია ასე უმოწყალოდ. ის ფარდები გადმოვიტანე აქეთ და ძალიან მომწონს და კმაყოფილი ვარ. ხო და ჩავიჯდეთ ეხა ყავას. მოკლედ გოგოებო, ავიღე ორგანიზაცია, დამატებითი სამსახური, იმიტომ ჩემ ცხოვრებას ასე ჭირდება. როცა 18 წლის ასაკში აკვნიდან გადმოვარდები ბავშვობით და თან მე გადაწყვეტ რომ გელი ხარ და მარტო მიცხოვრო, ასეა ეს ცხოვრება. მათხოვრება ჯობია. ღამე გონებრივად იმუშავ და დღე ფიზიკურად. იდეალურად შევათავსებთ მაინც და ჩავანაცვლე გოგონა ჩემზე პატარა, რომელსაც ყავს ძალიან პატარა შვილი, რომელმაც მოიპარა 2 მილიონზე მეტი. და დააკავეს. არ მისმის. ვერ ვხვდები. რითი აზროვნებთ, ვის რა შერჩენია ელემენტარული, ვიზეც უბრალოდ მithქვამს რომ ეს რა გააკეთა და ვაიმე მე ამას არ ვიზევ, ზუსტად 5 დღეში გამიკეთებია იგივე. სამყარო და ღმერთი და დედამიწა და გალაქტიკა ისე მოწყობილი რომ აი ყველაფერი ტრიალებს. სულ მახსენდება ხოლმე რომ ბბის და ბაბუის ნაჭამმა ყემალმა შვილიშვილს მოჭრა კბილები, ანუ რას ნიშნავს შენ რაღაც მიქარამ და დედი შენისა შაჭამ. ანუ შენ შვილებს, შენ შვილიშვილებს ბრუნდება 2 მილიონზე მეტი. 3 მილიონამდე. და სად ქონდა წაღებული იცით? კაზინოში. ვიჯექი დღეს მთელი დღე თავი ვურტყი. გადასაგზავნი მქონდა ანგარიშგებები და თან ვფიქრობდი რომ მეც მომიპარია ბავშვობაში რაღაცები. კარალიებს ვიპარავდი ხშირად. კევიც მომიპარია მაღაზიიდან. მომიპარია პაპიროს მომიპარია. ხო, არა, ყველა მახსოვს. ყველა მაწუხებს. ყველას განიცდი.
დაურეკი ხართ. ნეტა რას ეტყვის თავის შვილს, რომ გამოვა ჩემი განსასჯელი არ არის. ნეტა მისი შვილი როგორ გრძნობს თავს, რომ უცებ გამოიცალა ძალიან ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა ეს გოგო. დედა თან ისეთ კერძო სკოლაში, სადაც ზუსტად იცოდა, რომ ვისაც რა შერჩენია, მაგრამ აქ ზუსტად იცოდა, რომ ყველაფერი გამოაშკარავდებოდა. არ ვიცი, ხალხო როგორ ბედავთ ქურდობებს, თაღლითობებს, მითვისებებს სხვისი ფულის, რაც აი სულით როგორ შეგრძნება მოხს ხოლმე. რაღაცა ზედმეტი თუ მაქვს ეს მემერკება, შემერკება დავიმსახურე. რატო ეკითხებით თქვენ თავს გერგებათ თუ არა? ანუ აქ იმ გოგონაზე ელაპარაკი. უღირდა 14 წელი. რო გამოვაშველი დახვდება დამახინჯებული ფსიქიკით. უდოდოდ გაზრდილი შეიძლება ძალიან კარგი მამი გყავს, მამი და ბებია, არ ვიცი მე ოჯახური მდგომარეობა. ძალიან ძნელია, როცა ისეთი, ანუ მისი ნაკეთები კომპანია ხომ არის და ანუ რაღაცნაირად მის ადგილას მოვხვდი რა და ძალიან მაწუხებს ხოლმე ფიქრები. ანუ ნეტა რას ფიქრობ, ეს უმას ფიქრობ. ანუ ძალიან განათლებული გოგო იყო. თავის საქმის პროფესიონალი. რას ფიქრობთ? ანუ იმას არ ეკლდა განათლება და არ იყო ესეთი ადამიანი, რომ ეფიქრა, რომ ჩალით არის ეს ქვეყანა დაფარული და ზოგადად ასე მგონია ხოლმე ხანდახან რაღაცას რომ წავაწყდები. მგონია რომ ეპატიება, იმიტომ რომ მას განათლება არ ყოფნის. ანუ კაი, ოკეი, ვერ აღიქვამს რას აკეთებს. ამ შემთხვევაში ეს არ იყო. ხალხს მაგ სამსახურში მივდივარ და დღეს მინდა და ტელეფონი მეყიდა. ვერ მივახცია. იქნებ ხოლ გავახციო. და ვიყიდო ტელეფონი. მეურადები iPhone 11 სადღაც ხერს 500-600 ლარი. და მაყოფილებს ეკრანი მთელი ექნება. ხო და რა ვიცი. წავედი ახლა მე ბავშვობა, ამიტომ რომ არ მაქვს ეს მოსაყოლი არაფერი მეტყვი, ყველაფერი მოგიყევით. ახლა ბოლოში მეგებავთ და დაგიმთავრებთ ახალი ვიდეოთი. ცხოველსა და ადამიანს შორის განსხვავებებზე მე ყოველთვის ვლაპარაკობ ხოლმე რა, დამოკიდებულებებს, შეგრძნებებს ცხოველს რა თქმა უნდა უფრო მძაფრი აქვს. ადამიანებიც არიან ინტუიციურები, რომელსაც ძალიან ისეთ გაძლიერებული აქვს და შეგრძნებების სუნით ხვდებიან. მე მყავს თანამშრომელი გოგონა, რომელიც რო იტყვის ხოლმე მართლა უნდა დაბუჯერო, აი რაღაცებს გრძნობს რა. ცხოველებიც ხო ესე არიან და გაჩვენებთ პირველად რომ შევხვდი ძაღლს, როგორ რეაქცია ქონდა. პირველი შეხვედრა არ ვიცნობდი. როგორ გაბედნიერდა, როგორ იქცეოდა. ცირს დამაგდო და როგორ მომეფერა და რა ვიცი ჩვენ რა გვჭირს ადამიანებს, რატო არ გვაქვს იმის უნარი რომ მოვეფეროთ ერთმანეთს. ზოგზოგი ერთებს რა არ მოგწონთ, რით ვერ გავაკეთეთ თქვენი მოსაწონი ცხოვრება, რით ვერ მევიწყე. გავიჩენ ახლა მე 5-6 საყვარელს და მე მოგიყვებით იმათ ამბებს, იმათ ცოლის ამბებს და მე მოგეწონებათ. წავედი ხალხო, გეფერებით, კოცნით. ბედნიერ ხუთშობათ დღეს გისურვებთ, უკვე საღამოა. მეც იქ დივანი მეძახის წამოგგორდები, ახლა ხმას აღვწევ აქ თქვენთვის ვიდეოს და დაგიტოვებთ ძალიან პატარა საყვარელ ვიდეოს. დროებით გემშვიდობებით. ხვალ ფეხით თუ გადავედი, იქით მივდივარ ლესელიძისკენ აუცილებლად წაგიყოლებთ. დროებით. მოიჭი.
ჩემს ხოცს. ოი, რა მიშ.